ჩვენი ხალხის განწყობის გამო, ჩვენი ერთობის გამო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, იმიტომ რომ მე ამიტყებულობ ქართულ ოცნებას თავის საარჩევნო კამპანია არ დაუწყია, თავისუფლებული ყავი აპოსტისგან, გადავდგარი თავის საქმეში. რაც მისატანია, მივიტანო ის საკივარი და შეიძლება შეიძლება არცალი ახლა მაგას ახლა დაუძახებენ ჩიკა საქმესაც ეხა ჩვენ ვაკეთებ. დიდი მადლობა. საარჩევნო დაიწყო შეხვედრები ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობასთან. ყველა შეხვედრა, რომელიც იმართება, არის ძალიან საინტერესო, არის ძალიან მაღალი მუხტის მატარებელი, მაღალი ინტერესის მატარებელი. ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე, საჭიროებებზე, იმ აუცილებლობებზე, რომელიც იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ჩვენი ქალაქის წინაშე. ჩვენ ვაძლევთ ერთმანეთს პირობას, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქალაქი გავხადოთ უკეთესი, საპარლამენტო ტრიბუნიდან შევძლოთ ის, რომ ჩვენ ქალაქში იყოს ცხოვრება კარგი, ჩვენი ქალაქი ვითარდებოდეს, წინ მიდიოდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს საქართველოს პარლამენტში, ზუგდიდი იქნება ქართული ოცნების გვერდზე, ჩვენ შევძლებთ პირველივე ტურში მივიღოთ გამარჯვება დიდი უპირატესობით. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ნიჭიერებს, ახალგაზრდებს. მივესალმებით ასეთ საკრებულოს თავმჯდომარეს და ასეთ მაჟორიტარ დეპუტატს. ყველა მხრამდე მზად ვიქნებით იმისთვის, რომ ხარი დაუჭიროთ ბატონ მერაბ ფარაიას. იმიტომ რომ მართლაც შვილებს ვწარ, მართლაც ადამიანური შეხვედრაც ზუგდიდელია, ნამდვილი ზუგდიდელია, ნაღდი ზუგდიდელია და ვიცით რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქალაქი აღორძინდეს, ქალაქი ფეხზე დადგეს და ახალგაზრდობა წინ წავიდეს. ისეთი შინაგანი ბუნება აქვს, ისეთი მადლიერების გრძნობა აქვს, ისეთი საქმის კეთების უნარი აქვს. მერაბი ქვარაიას რომ არ შეიძლება მერაბი ქვარაიასთან ადამიანმა გრძნობი არა ადამიანმა მხარი არ დაუჭიროს. მე მესი თავისი საქმიანობით, თავისი მოწესრიგებულობით, ხალხისადმი თავდადებით უჭერ მხარს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის რაც გვთავაზობს კანდიდატი. ჯერ პირველ რიგში ვენდობოდით ამ კანდიდატს, იმიტომ რომ იყო საუკეთესო საკრებულოს თავმჯდომარე, ჯერა მისი. და ამიტომაც დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის საინტერესო იყო იმ გაგებით კიდევ თუ რას შემოგთავაზებდა. მთავარია ის, რომ რასაც გვირდება ჩვენ უპირველეს ყოვლისა ჯერა ამისი და ჯერა რომ ის დაპირებები აუცილებლად დასრულდება. რაღაცა საქმიანობაც გამომივლინე